ნაციონალურ მოძრაობას პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებენ ქართულ ოცნებაში. ბრიფინგი რამდენიმე წუთის წინ პარტიის ცენტრალურ ოფისში გიორგი გეგეჭკორმა გამართა. საარჩევნო შტაბის პრესპიკერი ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდებს. სალომე ქოქიაშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში დეტალებით. სალომე, როგორ აფასებენ ქართულ ოცნებაში 12 ივლისის არჩევნების მიმდინარეობას და რა ხდება საარჩევნო შტაბში ახლა? საარჩევნო შტაბი დილიდან მუშაობს საგანგებო რეჟიმში. შეიძლება ითქვას, რომ შტაბის მუშაობას პირადად დაკვირდება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ქართული ოცნების ოფისში იმყოფება. დილიდან აქ პერიოდულად იმართება საინფორმაციო ბრიფინგები და ერთ-ერთი ასეთი ბრიფინგი სულ ცოტა ხნის წინ გამართა პარტიის პრესპიკერმა გიორგი გეგეჭკორმა გააკეთა პრევენციული განცხადება. იგი აცხადებს, რომ პარტიის ოფისში შემოვიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნაციონალური მოძრაობა ზოგიერთ უბანზე გეგმავს პროვოკაციებს არჩევნების კენჭისყრის პროცედურისთვის ხელის შეშლის მიზნით. გიორგი გეგეჭკორს დღეს ასეთი ოლქები კონკრეტულად არ დაუსახელებია, თუმცა ამბობს, რომ პროვოკაციები გეგმება ისეთ ოლქებში, სადაც ნაციონალური მოძრაობა არჩევნებში არ მონაწილეობს, ამიტომ ქართული ოცნების შტაბი ყველა მოქალაქეს მოუწოდებს მაქსიმალურად თავი შეიკავონ პროვოკაციებში მონაწილეობისგან. ჩვენი ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები მხარდამჭერებთან ერთად ცდილობენ საარჩევნო პროცესში არეულობის შეტანას, რაც მათი გარდაუვალი მარცხის გადაფარვას ისახავს მიზნად. ამ მიზნით მათ წარმომადგენლებს რამოდენიმე საარჩევნო უბანზე დავალებული აქვთ პროვოკაციების მოწყობა. მათ შორის ისეთ საარჩევნო ოლქებში, სადაც მათი კანდიდატი მეორე ტურში საერთოდ არ იღებს მონაწილეობას. გვინდა ამ პროცესში ჩართული პირები გავაფრთხილოთ. ნუ შეასრულებენ ხელმძღვანელების დანაშაულებრივ მოწოდებებს და ნუ ჩაიდენენ საარჩევნო პროცესის ხელის შემშლელ რაიმე ტიპის კანონდარღვევას. თითოეული ასეთი შემთხვევის დაფიქსირებისას ჩვენ სათანადო ორგანოების მხრიდან მოვითხოვთ სწრაფ რეაგირებას და ყველა დამნაშავეს მკაცრად მოვთხოვთ პასუხს. დღეს პარტიის პრესპიკერმა ასევე მოუწოდა მოქალაქეებს აქტიურობისკენ. გიორგი გეგეჭკორმა კიდევ ერთხელ შეახსენა ყველა მოქალაქეს თავისი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ის, რომ თითოეული მათგანის ხმას არჩევნების მეორე ტურზე აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რაც შეეხება სხვა დარღვევებს, ჯერჯერობით კენჭისყრის პროცედურისა და ამ პროცედურის დროს დაფიქსირებული გარკვეული დარღვევების შესახებ ქართული ოცნების საარჩევნო შტაბში ინფორმაცია არ შემოსულა. დიდი მადლობა სალომე ქოქიაშვილი გვერდებოდა ქართული ოცნების ცენტრალური ოფისიდან.